მთავრობა ფერმერებს აგროდაზღვევის ახალი პროგრამით სარგებლობისკენ მოუწოდებს. ახლა დამტკიცებული პროექტის მიხედვით სადაზღვევო პაკეტის ღირებულების დიდ ნაწილს სახელმწიფო გადაიხდის. ბიუჯეტიდან სუბსიდირება ნაწილობრივი იქნება ვაზის დაზღვევის შემთხვევაში. სწორედ სადაზღვევო პოლისების არარსებობა გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც ბოლო წლების სტიქიების შედეგად დაზარალებულმა გლეხებმა და ფერმერებმა ზარალი ვერ აინაზღაურეს. მოამბე დაინტერესდა რა სარგებელს ნახავენ ადგილობრივები თუ ახალი სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებენ. გორის რაიონის სოფელ შინდისში შარშან ვაშლის ბაღების სამჯერ დაისეტყვა. მოსახლეობის დიდ ნაწილს მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდათ და მათმა ზარალმა რამდენიმე 1000 ლარი შეადგინა. სეტყვამ დააზარალა კახელი გლეხებიც. გურჯაანში, ყვარალსა და სიღნაღის რაიონში ვენახებისა და ხორბლის ნათესების გარკვეული ფართობები განადგურდა. ზარალი აუნაზღაურდათ მხოლოდ იმ ფერმერებს, რომლებმაც მოსავალი დააზღვიეს. პირველად რო დავაზღვიეთ 36 ლარი მომიწია მე პირადად შევენახზე და შარშან უკვე 126 თუ რაღაც ლარი იყო. ეხლა ეგ არ ვიცით, მაინც კი დავაზღვე, მაგრამ სასურველი იქნებოდა რომ ცოტა დაიაფებულიყო. შესაძლებელია რა თქმა უნდა, რომ ცოტა ადრე მოხდეს ხელშეკრულებების დადება, რომ მოსახლეობამ მოასწროს დაზღვევა, სანამ სეტყვის პერიოდი, სეტყვა ძირითადად მოდის მაისის თვეში. სასურველია თუ დაზღვევა იყოს მაისამდე. 27 გექტარი სიმინდი მედგა და 70,000 ლარი მქონდა ჩადებული და დავჭი ნულზეა სულულად. მე რო დაზღვეული მქონოდა ვიქნებოდი სხვა იმაში დანაზღაურება მექნებოდა. აგროდაზღვევის ახალი პროგრამა მინისტრთა კაბინეტმა გასულ კვირას დაამტკიცა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოში ფერმერებს ურჩევენ მაქსიმალურად გამოიყენონ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა და მოსავალი მოსალოდნელი რისკებისგან დააზღვიონ. 2017 წელს იქნება ფიქსირებული სატარიფო განაკვეთი, ანუ საზღვაო პრემია იქნება ფიქსირებული პროცენტული ოდენობა და შესაბამისად თანხას საზღვაო კომპანია დაუთვლის თავად კულტურების მიხედვით. პროგრამის მიხედვით ნებისმიერი კულტურის დაზღვევისას სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70% სახელმწიფო იხდის, 30%-ს კი ფერმერი. გამონაკლისია ვაზი, ამ შემთხვევაში სადაზღვევო პოლისის ფასი სახელმწიფოსა და ფერმერს შორის შუაზე იყოფა. მაგალითად, ხორბლის ნათესების დაზღვევა 1 ჰექტარზე 97 ლარი და 50 თეთრი ჯდება. აქედან ფერმერი 29 ლარს იხდის, დანარჩენი კი სახელმწიფო სუბსიდიაა. სრული ზარალის დადგომის შემთხვევაში კი სადაზღვევო კომპანია იღებს ვალდებულებას 1500 ლარი ანაზღაუროს. ვენახის დაზღვევის ფასი კი თეთრსა და წითელ ყურძენზე სხვადასხვაგვარად ითვლება. რქაწითელის დაზღვევა ჰექტარზე 680 ლარია, მევენახე 340 ლარს იხდის, სრული ზარალის შემთხვევაში კი 8000 ლარი აუნაზღაურდება. რაც შეეხება საფერავს, ამ შემთხვევაში მევენახის გადასახდელი 425 ლარია, ზარალის ანაზღაურება 10000 ლარს მოიცავს. შემოსავლიანობის სიდიდიდან გამომდინარე შედარებით ძვირია ვაშლის ბაღების დაზღვევა. 1 ჰექტარზე სადაზღვევო პოლისის ფასი 2000 ლარია, აქედან 600 ლარს ფერმერი იხდის, 1400 ლარს კი სახელმწიფო. იმ შემთხვევაში თუ კი სხვადასხვა სტიქიური მოვლენების გამო ბაღი მთლიანად განადგურდა, სადაზღვევო კომპანია 25000 ლარს გადაიხდის. დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირებულობა აუცილებელია. სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს სეტყვის, ქარიშხლის, წყალდიდობისა და საშემოდგომო ყინვით მიყენებულ ზარალს. ეს პროგრამა გარდა მომენტალური ეფექტისა, დღეს მოხდა ზარალი და ავანაზღაურეთ ზარალი, ხელს უწყობს ეგრეთ წოდებული სადაზღვევო კულტურის გაუმჯობესებას და იდეაში თვითონ სადაზღვევო სისტემასაც აძლიერებს. აგროდაზღვევის პროგრამა, რომელშიც 4 სადაზღვევო კომპანიაა ჩართული, 10 აპრილიდან ამოქმედდება. ამ მიზნით ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი გამოიყო.